ახალციხეში მდინარე ფოცხოვის მიმდებარედ ნაპირსამაგრი დაზიანებულია. როგორც კადრებში ხედავთ, ბეტონის მასა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ნაპირსამაგრებდა, ახლა ჩამოშლილია და ნარჩენები წყალში ყრია. ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ახალციხის მერი ვარლამ ციკლაური აცხადებს, რომ დაზიანება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ამ ეტაპზე მოსახლეობა საფრთხეს არ უქმნის ეგ ადგილი. თუმცა გასაკეთებელია, უბრალოდ არის გარკვეულ დიდ თანხებზე არის საუბარი საკმაოდ. ამ ტერიტორიაზე პრობლემას მხოლოდ მდინარის დაზიანებული ნაპირსამაგრი არ წარმოადგენს. წლებია დაზიანებულია საავტომობილო გზაც, რომელიც პირველი საჯარო სკოლის გასწვრივ გადის. ჩვენმა რედაქციამ ეს კადრები 20 ნოემბერს გადაიღო. როგორც კადრებში ხედავთ, საავტომობილო გზა ნაწილობრივ მოწესრიგებულია, თუმცა მონაკვეთზე ასფალტი კვლავ არ არის დაგებული. დაზიანებული გზის მოწესრიგების მოთხოვნით მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. თუ საშუალება და შესაძლებლობა არის, იქნებ დაპროექტების ტენდერი მაინც გამოაცხადოთ ნომერ 1 საშუალო სკოლის მიმდებარე გზის ასფალტის ან ბეტონის საფარის მოწყობისთვის. წერს ერთ-ერთი ადგილობრივი. მოსახლეობის მოთხოვნის და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, მერია არც გზის რეაბილიტაციას და არც ნაპირსამაგრის მოწყობას 2026 წელს არ გეგმავს. ამის შესახებ მერმა ვარლამ ციკლაურმა 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს ჩვენს რედაქციას უთხრა. მას რეაბილიტაციის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მერი ვარლამ ციკლაური ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი IP მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა, რის გამოც ტერიტორია მოხრეშეს, რადგან ტრანსპორტს გადაადგილების დროს პრობლემები არ შექმნოდა. მომავალ წელს არ იგეგმება ამის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ გარკვეულ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ნაპირსამაგრის სამუშაოები არის ჩასატარებელი და ასე შემდეგ. თუმცა სამომავლოდ განვიხილავთ, ეს სამუშაოები ჩვენი ხარჯით განვახორციელეთ მოიხრეშა მიმდებარე ტერიტორია, რადგან მოგეხსენებათ სერვის ჯგუფის თანამშრომლები გადავიდნენ ზუსტად მაგ ტერიტორიაზე, ახალ ადგილზე აგრძელებენ მუშაობას და ტრანსპორტს გადაადგილებისათვის რომ პრობლემები არ შეექმნას, ეს ადგილი მოიხრეშა. ეს არ არის ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც დაზიანებულია. მსგავსი ვითარება მუნიციპალიტეტში არსებული საავტომობილო გზების 80%-ზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გზების მხოლოდ 20%-ია რეაბილიტირებული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 2.230.000 ლარის დახარჯვა იგეგმება. თუმცა კონკრეტულად, რომელი გზების მოწყობა იგეგმება, ბიუჯეტის პროექტში მითითებული არ არის. სწორედ ბიუჯეტის პროექტის უფრო მეტად გამჭვირვალეობის ინიციატივით გამოვიდა ძლიერი საქართველოს დეპუტატი ახალციხის საკრებულოში ჯუმბერ ინასარიძე. პასუხად ახალციხის მერის მოადგილემ ნოდარ ტატალიშვილმა დეპუტატს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მოუწოდა. მოადგილის მსგავსად იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა ჩვენს რედაქციასთან ახალციხის მერმა ვარლამ ციკლაურმა კითხვაზე, არის თუ არა ბიუჯეტი მოსახლეობისთვის გამჭვირვალე. მართლობის ხარჯები მერია პლუს საკრებულო, ხო? რატო არ ვიშიფროთ ამას? სატრანსპორტო ხარჯი რამდენია? სახელმწიფო ხარჯი რამდენია? რატო რაღაც მოგაცნობთ ინფორმაცია თავბრად სად მიემართება ეს თანხი. ჩვენ გქონდა 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა. გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, საჯარო განხილვაც ბუნებრივია ვერ მოეწყობოდა. ნებისმიერ ადამიანს და ვისაც შესაძლებლობა აქვს, მათ შორის თქვენც მედიის წარმომადგენლებს, შეგიძლიათ რომ მოგმართოთ წერილობით და უფრო კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებთ, გაგცემთ პასუხს.